მოგესალმებით ძვირფასო YouTube მაყურებლებო. Როგორც უკვე იცით, ბრიტანულ-ქართული აკადემია თავის YouTube არხზე გთავაზობთ ახალ პროექტს, რომელსაც ეწოდება სასარგებლო პოდკასტი, რომლის ფარგლებშიც ვეცდებით მარტივ და გასაგებ ენაზე თქვენთვის საინტერესო სტუმრებთან ერთად მიმოვიხილოთ საინტერესო თემები. მე ვარ საფოჟღენტი, ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორის მოადგილე. დღევანდელი ჩვენი პოდკასტის სტუმარია გიორგი გოგუა, ჟურნალისტი და პროექტ 64-ის თანადამფუძნებელი. გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეო, გამოიწეროთ YouTube არხი და დაგვიტოვოთ კომენტარი. გიორგი, გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად. მადლობა მოგზაურობისთვის პირველ რიგში. როგორც შევთანხმდით, დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა იქნება მედია წიგნიერება. პირველ რიგში მაინტერესებს, რა საფრთხის წინაშე დგას შენი აზრით არასრულწლოვანი მოზარდი, როდესაც მოიხმარს სოციალურ მედიას. როგორც ვიცით, საკმაოდ დიდი არის სოციალური მოხმარების, ასე ვთქვათ, სიხშირე არასრულწლოვნებში და აი ამ რაღაცა საფრთხეებზე რა გვესაუბრო უშუალოდ არასრულწლოვნებთან მიმართებაში. თან დიდი თემა არის ეგ, მაგრამ ზოგადად ძალიან მოკლედ რო ვთქვა თავიდან ის არის, რომ ზოგადად სოციალური მედია ისეთი რამე არის, რომ ყველას შეუძლია ინფორმაციის გავრცელება. ნებისმიერი ადამიანი არის ის, ვინც ავრცელებს ინფორმაციას, შესაბამისად ძალიან ხშირად ძალიან რთული არის ხოლმე, არა მარტო რაღაცა არასრულწლოვნებისთვის, არამედ რაღაცა ზრდასრული ადამიანებისთვისაც და ხანდახან უფრო მეტად ზრდასრული ადამიანებისთვის გაარჩიონ რა არის ესეთი გადამოწმებული ნამდვილი ინფორმაცია და რა არის, რავი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი დეზინფორმაცია და ასე შემდეგ. და მით უმეტეს მაშინ, როცა სოციალურ ქსელებში უამრავი ინფორმაცია ვრცელდება დღის განმავლობაში. უკონტროლოა. თან წარმოვიდგინეთ, რომ აი საშუალო სტატისტიკური სკოლის მოსწავლე რო ავიღოთ, რამდენ სოციალურ ქსელზეა ხო, Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე და კიდე შეიძლება სადღაც რაც ჩვენ არ ვიცით, მაგრამ აი სამი რო ავიღოთ მაგალითად, სამივე ესეთი ადგილი არის, სადაც მუდმივად რაღაცა ყოველ წუთში ერთხელ შეიძლება ბევრჯერაც ვრცელდება რაღაცა, ახდება ეს ამბები. და ძალიან ხშირად ეს ამბები არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი, რაღაცა არაფრის მომცემი ან პირიქით დამაზიანებელი ხოლმე. და შესაბამისად, ძალიან მარტივი არის, რომ დაიჯერო რა ეს ყველაფერი. ერთი ძალიან საინტერესო ამბავი არის ინფლუენსერებს, რასაც ვეძახით, ქართულად არ ვიცი რა ქვია ამას, მაგრამ ინფლუენსერების კულტურა ხო შემოიტანა სოციალურმა ქსელებმა და მედია კვლევები ამბობს ბოლო 5 წლის განმავლობაში, შეიძლება ცოტა მეტისაც, რომ ინფლუენსერების გავლენა და ინფლუენსერების მიმართ ნდობა იზრდება, იმის პარალელურად რომ მცირდება ეს ლეგასი, კლასიკური, ასე ვთქვათ, მედიის მიმართ ნდობა მცირდება პარალელურად რა. ეს მოიტანა სოციალურმა ქსელმა. განსხვავება მედიას და რაღაც მედიასა და პასუხისმგებლობის მქონე მედიას და ინფლუენსერის ის არის, რომ მედიას და ჟურნალისტს აქვს რაღაცა ეთიკური სტანდარტები, რასაც მუდმივად იცავს, სანამ რაღაცა ინფორმაციას გამოაქვეყნებს. და ინფლუენსერებს ძირითად შემთხვევაში ეგეთი სტანდარტი არ არსებობს და ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ ვრცელდება, ლაპარაკობენ ყველაფერზე, რაც ენაზე მოადგებათ, ან მაგალითად ლაპარაკობენ რავი პროდუქტებზე, რომლებმაც რაღაც ფული გადაუხადეს სიტყვაზე, რეკლამას აკეთებენ და ძალიან ხშირად გქონია შემთხვევები საქართველოში იმდენად არ ვიცი, მაგრამ აი სხვა ქვეყნებში, მაგალითად ამერიკაში, როდესაც ძალიან ბევრი არასრულწლოვანი ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე, საერთოდ მთელი რაღაცა რიგი ჯგუფი არასრულწლოვანებისა დამდგარა ფსიქოლოგიური თუ რაღაც ფიზიკური პრობლემების წინაშე, იმიტომ რომ რაღაცა სოციალურ ქსელზე გაიტრენდა. მაგალითად არ ვიცი, სხეულის აღქმას რაც შეეხება ხო სიტყვაზე, რომ ან რაღაც კონკრეტულ წამლებს და ასე შემდეგ. ხო და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ რავი, ვიცოდეთ მუდმივად და პრინციპში არა მხოლოდ არასრულწლოვნების ეხებათ, მაგრამ განსაკუთრებით მაინც ეხებათ მათ, რომ ვიცოდეთ ვის უსმენ და რატო უსმენ და საერთოდ რა მოტივაციით გველაპარაკება ის ვიც გველაპარაკება. ეხლა ძალიან მნიშვნელოვან თემას შეეხეთ და უშუალოდ ეხლა სასანდოობის ერთი არის სანდოობის თემა, მეორე არის ის, რომ არასრულწლოვნებს შეიძლება არ ჰქონდეთ რაღაცა ისე განვითარებული ცნობიერება თუნდაც ამ ამბების შესახებ, როგორც ჩვენ გვენდომებოდა. აი შენი აზრით, მსგავსი საფრთხეებია ხო რაც ჩამოთვალე, აი ეგ საფრთხეები როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან და აი რაღაცა პრაქტიკული რჩევები ხომ არ გაქვს ამ ადამიანებისთვის, რაც სიტყვაზე დაეხმარებოდათ იმაში, რომ თუნდაც ამ გავლენების ქვეშ ესე მარტივად არ აღმოჩენილიყვნენ, ან რა უნდა გააკეთონ მათ საერთოდ. ახლა უშუალოდ მოსწავლეებს გულისხმობ.
ანუ ერთი ის არის, რომ მე ატყობს გონია, რომ ტექნიკური უნარები ბევრად მეტი აქვს ახალგაზრდებს, ვიდრე რაღაც უფროს თაობას. ჩვენ არ ჩვენ მაინც ტექნოლოგიებში გავიზარდეთ ჩვენი თაობა, მაგრამ ჩვენი მშობლების თაობა მაგალითად ძალიან მოწყვლადი არის ამ დეზინფორმაციების მიმართ, მაგრამ ჩვენზე უფრო ახალგაზრდა თაობას, რომელიც პრინციპში აი სოციალური ქსელის აი ხა მოსწავლეები ვინც არიან, ხო, გაიზარდნენ იმ დროს, როდესაც სოციალური ქსელი უკვე არსებობდა, ხო? ჩვენ მაინც მოვესწარით იმ რაღაც ტრადიციულ მედიას, რა ვიცი, ბეჭდურ მედიას მოვესწარით და მოვესწარით იმ დროს, როცა ხალხი რადიოს, როცა ტელევიზიიდან რაღაცები ყოველ დღე 8 საათზე ან 9 საათზე უსმენდნენ ჩვენი მშობლები რაღაც ახალ ამბებს, მაგრამ ეს ეხა ვინც არიან სკოლის მოსწავლეები, ესენი არიან, ვინც სოციალური ქსელებით გაიზარდნენ პრინციპში რა. Digital native-ები, ანუ ტექნოლოგიების დაბადებული ხალხი. არც ეს მარტივი არის, ამ ყველაფრისგან თავის არიდება, მაგრამ არც ისე ძალიან რთული არის და ძალიან მარტივ ბიჯებს მოითხოვს რა. პირველი ის არის, რომ მუდმივად უნდა სვამდე კითხვას, როდესაც რაღაცა ხედავ, რაღაცა Facebook-ზე მაგალითად ხვდება სტატია, ან ქარდი, ან ვიდეო, განსაკუთრებით AI-ის ერაში ხა საერთოდ ახალ განზომილებაში შევდივართ, ხო, როდესაც უფრო და უფრო რთული ხდება deepfake-ის ვიდეოს გარჩევა ან ფოტოების ვიდრე ნამდვილი ვიდეოების. თუმცა ჯერ კიდევ შესაძლებელი. პირველი კითხვა ის უნდა დასვა, რომ რაღაცას რომ აი ეს ინფორმაცია რო არის, დაგვიკვირდე ვინ ავრცელებს ამას. ეგ არის პირველი ძალიან მარტივი გზა. ვინ არის ეს ადამიანია, მედია, საერთოდ ანონიმურია, არ არის ანონიმური თუ ასე შემდეგ. ეგ არის პირველი და შეხედო რაღაცა 2-3 წუთი დახარჯო იმაში, რომ გადაამოწმო ვინ არის ეგ ადამიანი. მეორე ამბავი ისა, რომ აქედან გამომდინარე დაფიქრდე ხომ არ არის რაღაცა мотиваცია, ანუ რა შეიძლება იყოს ამ ინფორმაციის გამოქვეყნების მიზანი. ანუ რას გეუბნება ეს კონტექსტში. ეს არის მეორე ამბავი. მესამე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს რო რაღაცას ამბობს, გადაამოწმოს სხვა წყაროებსაც. და უნდა აი აქ ძალიან მნიშვნელოვანია იცოდე რა შეიძლება იყოს სანდო წყარო და სანდო წყაროები ძირითადად არის რა ეს ისევ legacy media, სანდო მედიები, რომლებიც ძალიან ბევრი არ არის სამწუხაროდ, მაგრამ არის. შეიძლება იყოს ქართულად, შეიძლება იყოს ინგლისურად. ანუ ინფორმაციის გადამოწმება ძალიან მნიშვნელოვანია და არა მხოლოდ ერთ წყაროზე გადამოწმება მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ვიღაცა რო ამბობს, რომ რავი ადამიანი ტექნიკური დახმარების გარეშე ცაში აფრინდა. კითხვა გაგიჩნდება, მართლა აფრინდა თუ არ აფრინდა და თუ დაუშვირო შეიძლება ეს ადამიანი მართლა აფრინდა, მოდი ვნახოთ, არ ვიცი, BBC წერს თუ არა ამაზე სიტყვაზე, ან არ ვიცი. რომელიმე ქართული მედიაც ამას წერს, იმიტომ რომ თუ ვიღაცა ცაში აფრინდა, ესეთი ამბავია, რომ ყველა დაწერდა ამაზე, ხო? შესაბამისად, უნდა ნახო, აუცილებლად ერთზე მეტ წყაროსთან უნდა გადაამოწმო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ რაც უფრო მეტად დაუჯერებელი ან სენსაციური ჩანს ინფორმაცია, მით უფრო მეტად თავში უნდა გქონდეს ეს განგაში, რომ ავდგე და გადავამოწმო რამდენიმე წყაროსთან. მეტიც, ანუ თუ მაშინაც კი თუ ხედავ, რომ ანუ თუ მაგალითად სტანდარტის საზომა დავიღოთ BBC, ხო? ყველას მოსდის შეცდომა, მაგრამ BBC ავიღოთ სტანდარტის საზომა, თუ ხედავ, რომ იქაც არის რაღაცა ინფორმაცია, რომელზეც კითხვები გიჩნდება, მაშინაც კი შეიძლება ავდგე და გადაამოწმო, იმიტომ რომ დიდი ალბათობით თუ ეს ამბავი არის მხოლოდ ერთ წყაროზე გამოქვეყნებული, ესე იგი მთლად მაინც მართალი არ არის. მეორეც ყველაზე თავია შეხედო შეიძლება იყოს რაღაც 5 წამის წინ გამოქვეყნა ინფორმაცია და 5 წამი ვერ მოასწრო ყველასთან, ყველამ ვერ მოასწრო ამთან მისვლა. დროს უნდა შეხედო კიდე, როდის არის გამოქვეყნებული ეს ყველაფერი. ძალიან ხშირად ხდება რომ თუნდაც 2 დღე, 3 დღე, რა ვიცი, 24 საათი, რამდენიმე საათი თუ რაღაცა ესეთი კიდე ერთხელ ისეთი ინფორმაცია, რომელიც სენსაციურად ჟღერს, თუ არის გამოქვეყნებული ერთ ადგილას, ხო? ეგ სხვა ადგილას იქნება გამოქვეყნებული. მე მქონია ეგეთ შემთხვევა, მე თვითონ რომ რაღაც მიმი გავაკეთე და დავდე და დავაწერე, რომ ეს ხუმრობა მეგობრებო, იქ იყო ნამდვილი, ორი ნამდვილი ადამიანი იყო, მაგრამ გაყალბებული პოსტი იყო და ჩემს Facebook-ზე დავდე. ეწერა რომ ხუმრობა იყო, აბსოლუტურად ყველაფერი გაყალბებული იყო, მაგრამ ვიღაცა მედიებმა აიღეს და ნიუსი დააწერეს ამაზე რა. ხო, შემდეგ ვიღაცამ რომ ნახო, რა სიგიჟეა, მე ვიღაცამ გადაამოწმა, მაგრამ
ეგ არის მთავარი, რომ შენ როცა წყაროებთან გადაამოწმებ, ორ წყაროს ან 100 წყაროდანაც რო გადაამოწმო, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ზუსტად არ იცი, რომ ეს არის მაღალი რეპუტაციის მქონე წყარო და მაღალი რეპუტაციის მქონე წყაროები არიან ის მედიები, რომლებიც წლებია მაღალ რეპუტაციას ინარჩუნებენ. ძალიან საინტერესო თემა წამოჭერე ახლა აი რამდენჯერმე BBC ახსენე. თუმცა საინტერესო ის არის ახლა ჩვენ რეალობას რო დაუბრუნდეთ, ხო? რაღაც რაც ლოკალურ კონტექსტში ხდება, დიდი ალბათობა იმისა, რომ BBC-მ ამის შესახებ არ იცოდეს ან არ გამოაქვეყნოს, ხო? იმიტომ რომ მისთვის საინტერესოა ქართული მედიები არიან, ხო? ზოგადად ონლაინ მედიები. ხო, ოკეი. ერთი ეგ, რომ ალბათ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ თვითონ რაღაცნაირად შევქმნათ ჩვენთვის სანდო მედიების რაღაცა ლისტი, ჩამონათვალი და მეორე ალბათ ის, რომ ეხლა ჩვენ მაინც ვსაუბრობთ ძალიან რაღაცა კონკრეტულ მოწყვლად ჯგუფზე, რომელსაც ქვია რაღაცა სკოლის მოსწავლე, ქვია რაღაცა არასრულწლოვანი, მოზარდი, რომლისთვისაც შენ თქვი ახლა რომ დიდებსაც კი უჭირთ, ხო? იმიტომ რომ რაღაცა ბევრ სკილთან არის ეს დაკავშირებული. აი მოზარდების შემთხვევაში როგორ უნდა მოვახერხოთ ის? რომ მათაც ეხა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო რჩევებია, თუმცა ხანდახან და უმეტეს შემთხვევაში, რასაც შენ გვეუბნები, მოიცავს საკმაოდ დიდ დროს და ენერგიას და ხშირ შემთხვევაში ამ ადამიანებისთვის ეს არ არის რელევანტური, ანუ მათთვის არ არის ესეთი მნიშვნელოვანი ამ სანდოობის გადამოწმება, როგორიც წესით უნდა იყოს. აი ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს, არ ვიცი, ეს შეიძლება იყოს სასკოლო საზოგადოება, ოჯახი, საზოგადოება, სოციუმის სივრცე, რომელშიც ეს ადამიანი ფუნქციონირებს. პირველ მე ზოგადად ამ ლაპარაკს მიღმა, ახლა ჩვენ კი ლაპარაკობთ, როგორ უნდა დაიწყო თავი, რომ შენ თვითონ შენამდე არ მოვიდეს რაღაც დეზინფორმაცია, მაგრამ მე ყოველთვის არასდროს არ მომწონდა ხოლმე ზოგადად ამ ვექტორის გადატანა მომხმარებელზე რა, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ჩვენ მუდმივად როცა ეს როცა პრინციპი სოციალური ქსელი შემოვიდა და როცა აი დიდი ნაკადი გაჩნდა დეზინფორმაცია სულ არსებობდა, მაგრამ სოციალურმა ქსელმა მიწა გასაქანია ყველაფერს. როცა ეს შემოვიდა, მუდმივად დაიწყო ლაპარაკი, რომ ახლა მოდი როგორ ავუხსნა ჩვენ ხალხს, რომ როგორ დაიცვან თავი ამ ყველაფრისგან რა. მე მგონია რომ ეგ არასწორი არის პრინციპი ვექტორი, ანუ პასუხისმგებლობა არის ინფორმაციის გამვრცელებელზე და არა მიმღებს. ანუ საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, რავი, ყველამ თავისი პასუხისმგებლობა გაიზიაროს და რეალურად ჩვენ რომ რაღაცა 10,000 გამომწერი ყავს Facebook-ზე და ერთი ადამიანი ხარ სიტყვაზე რა, ან TikTok-ზე სადაც გინდა. რაღაცებს ლაპარაკობ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გაქვს რა. განსაკუთრებით თუ ეს შენი გამომწერები არიან ახალგაზრდების სკოლის მოსწავლეები და TikTok-ზე მაგალითად უმეტესობა დიდი აუდიტორია არის რაღაცა 18-25 და უფრო დაბალი რაღაც აღწერება რა, რასაც აჩვენებს სტატისტიკა. მეორე მხარეს არის და ნუ ხო, კაი, როგორ ვიწყებთ აქედან თავს. მეორე მხარეს ის არის, რომ მე მგონია, რომ უკვე ინფორმაციის მიღება, აი, ჩემ ბავშვობაში მაგალითად რა ინფორმაციას იღებდი რაღაცა 100 დროში ერთხელ რა, იყო 12 საათიანი, დილის 9 საათზე, 12 საათზე, 3 საათზე, 6 საათზე და 9 საათზე იყო ხოლმე საინფორმაციო გამოშვებები და არც ერთ 6 საათი მე მაგალითად არ მაინტერესებდა. ანუ არ ვიყავი რა, არ მგონია რომ ბევრი იყოს ისეთი რაღაცა ბავშვი, რომელიც ინფორმაციას მუდმივად უყურებს რა. და რო ნიუსი მიგეყო, ანუ გაგეშალა გაზეთი და წაგეკითხა, იმიტომ რომ ინტერნეტი არ მქონდა ბავშვობაში და ძალიან ბევრ ჩვენ თაობაში პრინციპში არ მქონდა, ან არ მქონდა ისეთი ინტერნეტი. ჯერ არც იყო ინტერნეტში დიდი საინფორმაციო ველი ინტერნეტში, რომელიც 10-იანებიდან არის საქართველოში რა. ეხა შენ და მოკლედ მაშინ იყო სიტუაცია, რომ შენ მიდიოდი ინფორმაციასთან თუ გინდოდა და იგებდი მაგ ყველაფერს. მაგრამ ეხა არის პირიქით, ანუ ინფორმაცია შენთან მოდის, ანუ ვერ აარიდებ თავს რა, ანუ როგორც კი გახსნი ნებისმიერ იმას, ხო, კი, და ანუ ვერც გადამუშავებასაც ვერ ასწრებ ამ ინფორმაციისა, სულ რომ ყველაფერი სწორი იყოს და რაღაც წყალი არ გასდიოდეს არც ერთ ინფორმაციას, ანუ გადამუშავებაც გიჭირს რა, მაგრამ შესაბამისად, ეხა ჩვენ ზუსტად ამ იმდენად ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, რომ ჯერ თუ უკვე არსებობს პრაქტიკები, რომ ბევრ ქვეყანაში ჩვეულებრივ სკოლის კურიკულუმებში, სკოლის პროგრამაში არის ჩვეულებრივ გაკვეთილები მედია წიგნიერების. თუ სწორად მახსოვს, რაღაც სკანდინავიის ქვეყნებში არის და ძალიან კარგად არის გამოცდილი და ეს აჩვენებს ასევე ანუ შედეგებიც იმას აჩვენებს, რომ სკანდინავიის ქვეყნებში მოსწავლეებში და ზოგადად მოსახლეობაში მედია წიგნიერება არის უფრო მაღალი ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში. რაც გულისხმობს იმას, რომ ეს ადამიანები ნაკლებად არიან მოწყვლადი დეზინფორმაციის მიმართ.
ჩვენთან ეს სამწუხაროდ არ არის და არც ამ მე მგონი არც დგას ეს დღის წესრიგში არ არა, ვერ დაგეთანხმები. თქვენ გაქვთ? ძალიან კაი თუ გაქვთ. ჩვენთან არის, მაგრამ ისევ და ისევ ვიტყვი, იმიტომ არის ალბათ, რომ ჩვენი პროგრამებიც საერთაშორისოა. და რაღაცა ამ საერთაშორისო სტანდარტის დაცვით რადგან მივდივართ, აი მე მაგალითად პირადად ვისწავლებია რაღაცა გარკვეული იუნიტები, თავები, სადაც საუბრობდით უშუალოდ ინფორმაციის გასანდოობის, გადამოწმების და ასე შემდეგ. საჭიროებაზე. გარდა ამისა, გქონია მაგალითად ისეთი დავალებებიც, მათ შორის, სადაც თავად უნდა დაეწერათ რა, იგივე ნიუსი იქნებოდა თუ რაღაცა article, თავად უნდა გაელოთ ის პროცესი, რაღაცა მიუკერძოებლობის დონემდე მისულიყვნენ და ენახათ თვითონ რაში გადის ინფორმაცია, ვიდრე ეს publicly, ანუ საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდებოდა. თუმცა მე ვერ ვიტყვი, რომ ეს ყველგან ხდება, მართალია ძალიან იშვიათია, ხო? ხო, თქვენ კერძო სკოლა ხართ, ბევრ კერძო სკოლაში მე მგონი არ არის ხარ მაგ დიდი ინფორმაციას მაგაზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ყველა კერძო სკოლაში რო იყოს, ვით ფაქტია რომ საჯარო სკოლებში არის და უფრო ბევრად მეტია საჯარო სკოლები, ვიდრე კერძო და ანუ არ არის ეს მოკლედ ესეთი არის ეს აცდენა ანუ სერიოზულადაც კი არ აღიქმება არც განიხილება, შეიძლება განიხილება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენამდე არ მოვიდა. მგონია რომ ეგ უნდა იყოს აი ძალიან ჩვეულებრივი ყოველდღიურობის ნაწილი. მე მგონია სად ბაღიდან რაღაც იმას 4-5 წლიდან უკვე უნდა ისწავლებოდეს რაღაცა მომენტში, რომ ანუ ჩვეულებრივად ყოველდღიურ ჩვევაში უნდა კონდეს გამჯდარი, როგორც არ ვიცი, ანუ ჩაის გაკეთება რო უნდა შეგეძლოს ყველა ადამიანს, ჩაის გაკეთება რო უნდა შეეძლოს და კვერცხის შეწვა, ეგრევე უნდა შეეძლოს ყველას გარჩევა სწორი ინფორმაციის დეზინფორმაციისგან. იმიტომ რომ ეხა ჩვენ სადაც რა მომენტშიც ვართ და რო ვამბობთ რომ რაღაცა ზღვა მოდის დეზინფორმაციის, ჯერ ყველაფერი წინ არის. იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი და ეს LLM-ები დიდი ენის დიდი მოდელები და რომლებიც სად შეუძლიათ ტექსტის და ვიდეოს და აუდიოს და დაგენერირება, ხო? შეხედე ეს საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა 2022 წლიდან, ხო? 2022 წლიდან რაღაც 3 წელიც, აი ახლა გავა, შეიძლება უკვე გავიდა, მხოლოდ 3 წელია, რაც ჩვენ ცხოვრებაში საჯაროდ ხელმისაწვდომია ეგეთი რაღაცები, მაგრამ წარმოდგენაც არ შეგვიძლია, რომ შენ რაღაცა ჩატს მიწერდი და ის, ავიცი, თემას დაგიწერდა, ხო? ესეთი ნაწინასწარმეტყველები ცუდი სიტყვაა, მაგრამ როგორ არის predicted, უფრო მეცნიერულად როგორ იქნება ნაწინასწარმეტყველება, ნავარაუდები არის, მოკლედ. ხა და მეცნიერები და მედია მკვლევარები ვარაუდობენ, რომ იმდენ რაღაცა ძალიან ცოტა დროში, რამდენიმე წელიწადში უფრო მეტი იქნება ინტერნეტში ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული მასალა, ვიდრე ადამიანების მიერ დაწერილი მასალა. და წარმოგიდგენთ, ადამიანის მიერ დაწერილი მასალა ძალიან დიდი რაოდენობით ინფორმაციაზე ვლაპარაკობთ, ხო? ეს გადაუსწრებს და მან დრას მივიღებს, ნახე, ხელოვნური ინტელექტი ხო ეხა იღებს ანუ ყველაფერს აგენერირებს უკვე არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, ხელმისაწვდომი ინფორმაცია. ეხა რამდენიმე წელიწადში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი რაღაცას დააგენერირებს უკვე დაგენერირებული ინფორმაციაზე და წარმოგიდგენთ სანამდე მიიღალთ რა. ჯერ ის რა არის რაც არსებობს. ხო, ისეც რა არის და ეხლა ხმე შემხედრია მე მგონი კიდე ერთხელ ახალგაზრდებს ეს ნაკლებად ეხება და უფროს თაობას უფრო ეხება და მე მგონი რაღაც შემთხვევაში მოსწავლეებმა უფრო თავიანთ მშობლებს უნდა ასწავლონ რაღაცები რაღაც მომენტში, მაგრამ რო ხდება რომ რაღაცა მოხუცი ქალი რაღაცა ლაპარაკობს და ყოველთვის ისეთი საყვარლობა არის, როცა მოხუცი ქალი ბუხართან ზის და რაღაცას ჭკვიანურს გელაპარაკება და ხედავ რომ რეალური, რავი, არაფერი არ მიუთითებს იმაზე, რომ არ არის ეს რეალური, უცებ აღმოჩნდება რომ ფეიქია, ხო? და იმდენად მარტივია ამ ყველაფრის გაკეთება, რომ ძალიან მარტივია შეგეშალოს. და შესაბამისად თუ ვიღაცას აქვს ბოროტი განზრახვა, რომ ეს დიფეიქები მიმართოს შენი რაღაცა აზრის ფორმირებისკენ, ამას აუცილებლად გააკეთებს, რაც ისაც აკეთებენ, ხო? და მან თან გადამოწმების ამბავით გაცილებით უფრო რთუა და გაცილებით რთულია, ვებს ვერ იზამ რა, იმიტომ რომ მედი როგორც გეუბნებით, მედიებიც აქ ძალიან ცუდ როლს თამაშობენ ძალიან ხშირად, იმიტომ რომ ვიღაცა მედიებმა შეიძლება ადგენენ და ეს გაასაღონ ნამდვილ ინფორმაციას, რომ არც იცოდნენ რას აკეთებენ რა. შესაბამისად ეს რომ გახდება და ეს არის გარდაუვალი რაღაც შემდეგი 5 წელია, ალბათ შეიძლება ნაკლებიც აი ჩვეულებრივი ყოველდღიურობის ნაწილი უნდა იყოს, რომ ერთი შეხედვით მიხვდე. თუ მეტეს, რაც უფრო მეტად დაიხვეწება ეს ხელოვნური ინტელექტი და გენერირების ხელსაწყოები, ჯერ ეხა ხორთულია გარჩევა, მაგრამ მაინც შეძლებელია. ბევრად სრულიად შეუძლებელი იქნება რაღაცა მომენტში, რომ ეხა ჩვენ რო ვლაპარაკობთ, ძალიან ჩვეულებრივად შეიძლება ამ შესაძლებელი გახდება ამ ლაპარაკის ერთ-ერთი კლონირება.
ჩვენ იმაში გაგვიმართლა, რომ ქართულ ენაზე კარგად ველაპარაკობს რაღაცა ჯერ. იმიტომ რომ დაწაბაზა აქვს. არა გვაქვს და რაღაც მომენტში ცუდია ეგ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემს ენა მაგ მხრივ განვითარდეს, მაგრამ რაღაც მომენტში კარგიც არის, იმიტომ რომ აი რაღაცნაირად რო ლაპარაკობს ეგ ხელოვნური ინტელექტი ხვდები რომ მოსწავლეებისთვის თავსახად ჯერჯერობით კარგია. იმიტომ რომ ჯერჯერობით ისეთი სიხშირით ვერ აგენერირებენ სიტყვაზე არ ვიცი თემებს მაგალითად რომელსაც ვაძლევთ ხოლმე დასაწერად და ასე შემდეგ. მედიად შეიცვლება, სოციალური ქსელებით შეიცვლება. და აი მე მგონია რომ მაგისტვის თვითონ სკოლებიც ბზად უნდა იყვნენ და მოსწავლეებიც ბზად უნდა იყვნენ მაგისტვის, რომ წინასწარ. ხო და აი როგორ მოვემზადოთ, რა არის რაღაცა პირველი ნაბიჯები, რომელიც უნდა გადავდგათ, როგორც სკოლამ თუნდაც და ვიდრე სკოლამდე მივალთ, ალბათ უფრო მნიშვნელოვანია აი რაღაცა ესეთი ფრაზა ახსენე და იმას მიუბრუნდები, რომ მშობლები მოსწავლეებისგან, ბავშვებისგან ვსწავლობთ რეალურად, ხო? ნუ ეს ალბათ ბუნებრივიც არის და სხვანაირად ვერც იქნება, მაგრამ იმისთვის რომ მშობელიც ფეხს უწყობდეს თავისი შვილის განვითარებას, თავისი, არ ვიცი, შვილის ყოფნა სოციალურ მედიაში, ხო? აი, რა უნდა იცოდეს ან რა უნდა გააკეთოს ამ მშობელმა ამისთვის, შენი აზრით? ნუ პირველ რიგში უნდა იცნობდეს. აი ხა მაგალითად მოდი ხელოვნური ინტელექტზე ვილაპარაკოთ უფრო მეტი, მე მგონი, იმიტომ რომ ეხა არის ეგ რელევანტური და თან ისეთი ამბავია, რომ პარალელურად რასაკეთსაც არ უნდა იყო, ეხა სწავლოს ყოველ მაგას რა, ეხა შემოდის შენ ცხოვრებაში, ეხა ვინც არიან რაღაცა 5 წლის ან 5-10 წლისები, 5 წელიწადში ისინი უკვე შეაბიჯებენ იმ ეპოქაში, როდესაც დომინანტი იქნება ხელოვნური ინტელექტი. მაგრამ ეხა ჩვენ ჯერჯერობით ვართ ჩვენც და სკოლის მოსწავლეებიც, რომლებიც ეხა არიან ალბათ ესე შუა ან გვიან თინეიჯერობაში, ეგენი არიან, ვინც ეს დასაწყისი დაინახა ხელოვნური ინტელექტის და ესე ნელ-ნელა მიყვება. პირველი ამბავი მე მგონია რომ ის არის რომ ძალიან კარგად უნდა იცნობდე ამ ყველაფერს. ამის გაცნობა ძალიან მარტივია, იმიტომ რომ ყველაფერი საჯაროდ არის ხელმისაწვდომი და უბრალოდ უნდა იცოდე რა შესაძლებლობები აქვს. მეორე ამბავი ის არის რომ უფრო მეტი კითხვა უნდა დასვა. ანუ პრინციპში ისე გამოდის რომ ყველაფერში ეჭვი უნდა შეიტანო, მაგრამ ამასაც აქვს ერთი მინუსი. რასაც ეძახიან მატყუარას დივიდენდს, ეძახიან liars dividend, არის ეგეთი ტერმინი, რომელიც deepfake-ის ადრეული deepfake-ის დროს გახდა რელევანტურად გამოიგონეს, რომ რას გულისხმობს ეს, რომ თუ ალბათობა იმისა, რომ ჩემი ლაპარაკი ხმა, რა ვიცი, სახე მარტივად შეიძლება დააგენერირონ და რეალისტური შეიძლება იყოს, ხო? ამით მე ვიცი რომ ეს არსებობს და მე არც ესე კარგი ადამიანი ვარ და რაღაცა ცუდი ჩავიდინე, ვიღაცამ გადაიღო ეს ჩემი ცუდი საქციელი და გამოაქვეყნა ინტერნეტში. მე უფრო დიდი ლეგიტიმაცია მაქვს იმის რომ თქვა რომ ეს არის ხელოვნური ინტელექტის გაკეთებული და რაც შეიძლება რომ საერთოდ შეუძლებელი იყოს ამის გადამოწმება. ეგ ჯერ კიდე იყო მართლა ხო 4 წლის წინ ამაზე ვიდეო გავაკეთეთ 64-ში და მაშინ 4 წლის წინ როდესაც LLM-ები არ არსებობდა ეს მაგენერირებელი ისინი პლატფორმები საჯაროდ არ არსებობდა. მაშინაც კი ეს მატყუარის დივიდენდი ხელოვნური ინტელექტს გულისხმობს. მაშინაც კი ეგ იყო ძალიან ესეთი რეალური. ეხლა დააკვირდით რომ რაღაც მაგალითად ჩანაწერი გავრცელდება, ხო, ვიღაცების სატელეფონო ჩანაწერი იგრევე ვიღაცამ ხელოვნური ინტელექტია, წერტილი. აჯიქი დაამტკიცე რო არ არის. მაგრამ ეგ მეორე ძალიან დიდი ან პირიქით. და ძალიან დიდი პრობლემა არის ეგ და პრინციპი რა დილემების წინაშე ვდგავართ რა და რო გითხრა ამის გადაწყვეტის მექანიზმები არსებობს არ არსებობს. იმიტომ რომ ჯერ ერთი ძალიან პარადოქსულია ის რომ გაყალბებული, ანუ ინფორმაციის გაყალბების ტექნოლოგია უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე მისი ამოცნობის ტექნოლოგია. როგორც კი დაეწევა ეს რაღაც ერთი ნაბიჯი წინ არის. საბოლოოდ აკადემიაში სამწუხაროდ, ხო, ანუ რეალურად არ გვაქვს ახლა ხელოვნური ინტელექტის ამოსაცნობი რაღაცა რო აი ეს თემა სიტყვაზე ან დაწერილი ხელოვნო ეს ვერ გაიქ. ვერა. უნდა ენდო, ანუ საბოლოო ჯამში უნდა ენდო შენს გონებას და მართლა ანუ მუდმივად კითხვა, ანუ ნილ დეგრას ტაისონი ამბობდა, მე მგონი ამას, რომ ესაო ერთნაირად სისულელეა აბსოლუტურად ყველაფრის დაჯერება და აბსოლუტურად ყველაფრის უარყოფა. ანუ რაღაცა ლოგიკური თუ რაღაც გონიერების ფარგლებში უნდა შეგეძლოს კითხვების დასმა, რომ საბოლოო ჯამში შენ თვითონ გაარკვიო რაღაცა ჭეშმარიტება რა. ერთხელ უფრო და უფრო რთული გახდება ტექნოლოგია ამას, რავი, აქამდე არ დაწევია და ალბათ ვერც ვერ დაეწევა. და მეორე ამბავი ის არის, რომ თუ ხელოვნურ ინტელექტზე ვლაპარაკობთ,
იმდენად შეუძლებელი არის რომ მართლა გაარჩიო საბოლოო ჯამში. უბრალოდ არსებობს რაღაცა მეთოდები, მაგრამ ესეთ არაეფექტური. რამდენად შეუძლებელია რომ გაარჩიო რაღაცა ხელოვნური ინტელექტის მიერ დაწერილი სასკოლო თემა, მაგალითად, მოსწავლის მიერ დაწერილი თემისგან, რომ არა, ეხა იქ შედარებით სხვა შედარება, იმიტომ რომ როგორც მასწავლებელი მე ვიცი, იმიტომ რომ ამ ბავშვს ძალიან კარგად ვიცნობ და ვიცი მისი შესაძლებლობები და შესაბამისად რაღაცა ბერკეტი მაინც მაქვს, თუ რაღაცა ეჭვი მაქვს, შემიძლია ზეპირად სიტყვიერად გამოვკითხო, გავამეორებინო და ასე შემდეგ რაღაცა სხვა გარემოებებში ვაწერინო ასე თუ ის თემა, ხო? მაგრამ როდესაც დგება საკითხი უკვე არ ვიცი რაღაცა ისეთის გავრცელებისკენ, რომელიც სოციალურ მედიაში ხდება და იქ რაღაცა მასობრივი მოხმარების პროდუქტია, ხო? იქ უკვე ეს იგივენაირად ვეღარ ვაკეთებ, ხო? ანუ მაგას ვერ გააკეთებ და მოსწავლებისთვის კიდევ უფრო რთულია და საბოლოო ჯამში შეიძლება იქამდეც მიხვიდე, რომ არის მართლა ისევ დაუბრუნდე რაღაცა იმას, რა ვქო, ფიზიკურ მედიას რა, ამ წინებს. ხო, მაგრამ მაგას სხვა რა ვიზამ, ხო? მე ვფიქრობ, რომ აი ერთი გზა ამისკენ, აი მე როგორც უყურებ ახლა ამ შემთხვევაში ჩემს მოსწავლეებს და იმ რაღაცა სასკოლო სივრცეს სადაც ვარ, არის ის, რომ ამ ბავშვებს რაღაცა უნარებით აღვჭურვოთ რა, ანუ რაღაცა ეს ანალიტიკური უნარები, რაღაცა აი რაღაც კითხვის დასმა, ხო, რაღაცა მზა ინფორმაციის არა გადაყლაპვა, არამედ მოდი შევხედოთ რა არის, როგორ არის, რატომ არის და ასე შემდეგ. უბრალოდ ხშირად იმის გამო, რომ ეს მოითხოვს რაღაცა დროის დათმობის ამბავს, ცოტა რთულია ხოლმე ბავშვებისთვის ამის გაკეთება, თუმცა მან ვხედავ ზუსტად სკოლის როლს, რომ სკოლა შემოდის მნიშვნელოვანი როლით აი ამ ნაწილში, რომ აჩვენებს, რომ არა ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში აი ამ საფრთხის წინაშე დგები და რაც უფრო მუდმივი და ხშირია ამაზე საუბარი და ამაზე აპელირება, მით უფრო მეტად ჩნდება ჩვევა, რომ ეს უნდა აკეთო და რაღაცა რაც უბრალოდ სოციალურ ქსელში ადრე იყო ხოლმე ჩვენ ბავშვებში თუ გახსოვს, რომ რაღაცას ესაც ტელევიზორში ნახავდი, ეგ სიმართლე იყო, ხო? ანუ იმიტომ რომ ტელევიზორში ვნახეთ, წიგნში ეწერას ამბავია რა. ხო და იგივე რომ არ განმეორდეს. ხა ისე ვიღაცები ეგრევე მოცემულობად იღებენ, რომ თუ რაღაცა ChatGPT თქვა რა, კონტექსტსაც უნდა დააკვირდე, იმიტომ რომ ძალიან ხშირად დღეს ინფორმაცია არის ციტატები. ვიღაცამ რაღაცა თქვა. ეს ციტატები შეიძლება ერთნაირად ვრცელდებოდეს სხვადასხვა მედიაზე და ყველა თავისებურად იკებდეს, იმიტომ რომ ეხლა ესე აუდიტორია ყოველთვის დაყოფილია და შენ ვის მიმართაც გაქვს სიმპათია, იმ გადმოსახედიდან იგებ ამ ყველაფერს. აშუქოს თავისთავად რო აიღო რაღაცა ფრაზა, შეიძლება არც არაფერს არ გეუბნებოდეს რა, კონტექსტშიც და კონტექსტის გარეშეც, მაგრამ მაინც საბოლოო ჯამში კონტექსტი მაინც გჭირდება. ვიღაცამ რაღაცა რო თქვა, ძალიან მნიშვნელოვანი იცოდა რა სიტუაციაში თქვა, რატო თქვა, რა კითხვა დაუსვეს, რა ვიცი მე რის საპასუხო თქვა და თვითონ რა კომპეტენცია აქვს მაგალითად ტიპს იმისთვის რომ ეს რაღაცა თქვა რა. რომ დღეს მართლა ყველაფერზე შეუძლია ყველაფერი ილაპარაკოს და აბსოლუტურად აი ხა მე რომ ვლაპარაკობ მედიაზე 15 წელი ამ საქმეს ვაკეთებ, ვიღაცა ინფლუენსერი რომ გამოვიდეს რაღაცა საწინააღმდეგოს ილაპარაკებს, უფრო მეტი მაგას დაუჯერებს ვიდრე მე. იმიტომ რომ იმას რაღაც 100,000 ფოლოვერი ყავს და მე არ ყავს რა. ამიტომ გამოიწერეთ ეს არხი და მოусმინეთ ამ პოდკასტს რომ ბევრი ფოლოვერი ყავს. ამიტომ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთ მაინც ის გამომდის რომ რაღაცა ისე მომხმარებელი უნდა მედიის მომხმარებელი ფიქრობენ, სხვა გზაც არ არის რა. მაგრამ კიდე ერთი რაღაცა არის, რომ პრინციპში შეარჩიეთ რა. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი დაფიქრდით, რომ აი მაგალითად 100 გვერდი რო გაქვს გამოწერილი, ყველა გჭირდება. შეარჩიე რამდენიმე ტიპი, რამდენიმე რაღაც მედია, რამდენიმე ინფლუენსერი, ვინც ინფლუენსერია, კონტენტ კრეატორი ქვია დღეს უკვე ამას. რომელიც ფიქრობ რომ შენთვის უფრო კარგია, უფრო მეტ ღირებულებას გაძლევს და მოდი გაფილტრე შენი ველი ისე რომ მარტო მაგას უყურე. მარტო მაგას რა რამდენი ახლა ერთს კონკრეტულად არა, მარტო ერთს არ უნდა უყურო, მაგრამ აბა გაფილტრე და ნახე. რა უკეთესი იქნება, რომ დღეში რამდენჯერაც ასკროლ ამიდან ახალ ამბავს იგებ, ეგ არის თუ დღეში 2-ჯერ 3-ჯერ რაღაცა უფრო საინტერესოს გაიგებ. აი ეგეც ჩემი აზრით ერთ-ერთი ჩემი მხრიდან რჩევა იქნებოდა, რომ ჩვენ თვითონ შეგვიძლია რომ ავდგეთ და გავფილტრეთ ჩვენი ფიდები რა. და არ შეგვიძლია დიდნების ყოფას მოითხოვს ეგ ამავე ხა შენ სრულიად სხვა ასაკში ხარ და მე წარმოიდგინე რომ ეს
ამ რაოდენობის ინფორმაცია გქონოდა, როდესაც სკოლის მოსწავლე იყავი. ძალიან რთულია, ხო, ანუ ძალიან რთულია ერთი ის რომ ამ სივრცეში ილავირო და მეორე ის რომ ნებისყოფა გქონდეს იმისთვის რომ სადაც შენი თანატოლები, სადაც შენი თანამოაზრეები არიან, დიდი რაოდენობით კონცენტრირებულად იმ სივრცეს განერიდო, ან იმ რაღაცებს არ გაყვე, რაც ასეთი ტრენდულია. საკმაოდ დიდ ნებისყოფას მოითხოვს. კი, მაგრამ რა, ნებისყოფა. ისევ ცნობიერებამდე გავდივართ, ხო? ხო, ანუ საბოლოო ჯამში მაგ ტექნიკური ის არის რა, უნარები ერთი მხრივ და მართლა მონდომება საბოლოო ჯამში და დაждომა და შეფასება. ყველას ჩვენ როცა ლაპარაკობთ სკოლის მოსწავლეებზე, ეგეც განსხვავდება, ხო? ეხლა არიან რაღაც 10 წლამდე და 13 წლამდე და 18 წლამდე ალბათ დიდი განსხვავება. მათზეც ძალიან დიდი, ანუ ამას წინათ უყურებდი, ზუსტად ჩემი შვილის ფაქტორიდან გამომდინარე, ვაკვირდებოდი, აი რაღაცა მისი ასაკის თვის შესაბამის კონტენტს ვცდილობდი რომ დამიფილტრა, მაგრამ ძალიან დიდი რაოდენობით აი ეს ინფლუენსერები, კონტენტ კრეატორები ზუსტადაც რომ მაგ ასაკის ბავშვებსაც ჩვეულებრივად ათარგეთებენ. ხო, იმიტომ რომ მომგებიანია. ხო, ძალიან მარტივად იხლაპება, ძალიან მარტივად შეგიძლია რომ ამაზე დამოკიდებული გახდე. მსგავს კონტენტზე და ამ შემთხვევაში ალბათ უკვე მშობლის პასუხისმგებლობა შემოდის, რომ რაღაცნაირად ეს კონტენტი, რომელიც მათზე პროეცირდება, გარჩევადი იყოს, ხო, რა არის? ჩემს ცალკე პრობლემა არ მედიას დიდად არ ეხება, მაგრამ ეს საბავშვო კონტენტი რომ რაღაცები არის, მაგრამ საქართველოში და მთელ მსოფლიოში თავად დიდი პრობლემაა, რომ საბავშვო კონტენტი არის გათვლილი ბავშვების ყურადღების მიპყრობაზე, რაც საბოლოო ჯამში იწვევს იმას, რომ ყურადღების დეფიციტს რა, ანუ დაქვეითებას იმას რა. წინა პოდკასტშიც ერთი ეგ და მეორე კომერციალიზაცია, ხო? ხო, და მეორე ტენიან მე პროდუქტებს ბავშვების გამოყენება რეალურად ინსტრუმენტებად რომ რაღაცები გაიყიდოს და მივდივართ ეთიკის პროდუქცია გამახსენდა. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა კიდე გზაზე მახსენდება რა. ერთი კითხვა რაც უნდა დასვა, რომ რა ინტერესია აქ ამ ტიპზე. ძალიან ხშირად ხოლმე ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად დეზინფორმაციას ავრცელებენ, რაღაცა მიზანი აქვს და ძირითადად ეს არის კომერციული. მაგალითად იყო ხოლმე კოვიდის დროს ანტივაქსერები რო იყვნენ ხოლმე რა, ძალიან ხშირად ერთი ხალი იყო, რომელიც ძალიან აქტიური ანტივაქსერი იყო და შევყევი. მეთქი რა შევყევი ლაპარაკ. არა, მაგის ფიც გავყევი, რომ შევისწავლო ვინ არის. აღმოვაჩინე, რომ რაღაც ზედავაკეში ჰქონდა თავისი აფთიაქი, სახში გაკეთებული წამლების რაღაც სცენარიული წამლების და ამბობდა, რომ ვაქცინა არ გაიკეთოთ, ჩემი წამალი იყიდეთ. ანუ რაღაცა ყოველთვის აქვს რაღაცა ერქვა მაგ წამალს რა. რაღაც ვირს შეიცავდა სახელს მართლა. ოდა ეს მართ საქართველოში кейსი არის, ბევრგან არის, იმიტომ რომ ვიღაცები რაღაცას გეუბნებიან, რომ ეცენა არის ახლა შენ ის ვიღაცა მეცნიერი რაღაც ის სულელეს რო გეუბნება, მაგას კი არ მოусმინო, ახლა მე გეტყვი რომ დედამიწა ბრტყელია. მე მაგარი წიგნი მაქვს და იყიდე და მან მე შენ ყველა ინფორმაციას მაგაში მოგცემ და ანუ ვიღაცები მიყვებიან მაგ ყველაფერს რა, მაგრამ თუ ადამიანს ხედავ რომ რა საბოლოო ანუ ბოლო წერტილი არის რაღაც გაყიდვა და ძირითადად შემთხვევაში ეგეთი ადამიანები მარტივად ამაშობიან ხოლმე რა, მარტივად ამოსაცნობები არიან, იმიტომ რომ ყოველთვის სადღაც ლინკი აქვს, რომელიც რაღაცას მოყიდის რა და თუ ესეთი რა, ანუ თუ ადამიანი რომელსაც არ აქვს მაგალითად ხარისხი მედიცინაში ან არანაირი სამეცნიერო ბექგრაუნდი არ აქვს სიტყვაზე ცდილობს რომ წამალი მოყიდოს იქ ეგრევე წითელი დროშა უნდა აწიო თქვა რომ ეს არის ესა რა ქვია აფიორა ან საბოლოო ჯამში შევაჯამოთ მივდივართ იქამდე რომ ერთი ანუ რაღაცა ცნობიერების ამბავი მეორე ამ რაღაცა უნარების განვითარების ამბავი რომელშიც აქტიურად უნდა მონაწილეობდეს როგორც ოჯახი ისე რაღაცა სასკოლო სივრცე და მხოლოდ ამ ორის რაღაცნაირად თანაარსებობის შემთხვევაში შეგვიძლია მივიღოთ ის რომ ადამიანები ამ შემთხვევაში რაღაცა მოწყვლადი ჯგუფი ბავშვები მოზარდები აღარ წამოეგონ დეზინფორმაციას fake news ხო, დეზინფორმაციას, მისინფორმაციას, ანუ დეზინფორმაციას და გავაერთიანოთ დეზინფორმაციაში ყველაფერი, იმიტომ რომ დეზინფორმაციაში იგულისხმება ინფორმაცია, რომელიც მიზანმიმართულად მცდარია. სხვა ტიპის არასწორი ინფორმაციებიც არსებობს, ხო, ანუ რაღაც მისინფორმაცია, რომელიც შემთხვევით გავრცელდა და შემდეგ, მაგრამ დეზინფორმაცია არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც იმიტომ გაწვდიან, რომ რაღაცა კონკრეტული მიზანი აქვს რა. ძალიან დიდი მადლობა გიორგი, ძალიან საინტერესო იყო შენთან ერთად საუბარი. ეს იყო ჩვენი პოდკასტი, რომელიც შეეხებოდა მედია წიგნიერების თემას. ჩვენი სტუმარი იყო გიორგი გოგუა. იმედი მაქვს საინტერესო იყო თქვენთვის ამის მოსმენა. გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, მოიწონოთ ვიდეო და დაგვიტოვოთ კომენტარი. შევხვდებით შემდეგ პოდკასტში.